გაუმარჯოს ჩემს ძვირფას საზოგადოებას ცოტა მომენატრეთ ეხლა ვერ შეიძლება არ მოგენატრეთ მაგრამ არ მაინტერესებს ვისაც გენატრებით გეხუტუნეთ უყველას უკვე მე მგონი გაიფრინა იმ წლებმა რომ აი ყველაფერზე განვიცდიდი ეხლაც განვიცდი ყველაფერს მაგრამ ეს ემოციურად აღარ უდგები იმიტომ რომ მაგარი მამალი თხები ხარც უმეტესობა რა არის იცით რაღაცა შეიძლება წლებთან ერთად სიბრძნეც მოდის რაღაცები არსებობს აიმისოთ რომ ქართველმა კაცმა ბოლო დაინახოს გენეტიკურად ვინ არის რა არის როგორ არის რა სურვილი აქვს რა უნდა საერთოდ საზოგადოდ და მე რაც ცხოვრება გამოვიარე ძალიან ბევრი სიკეთე ვნახე ქართული კაცის მიამაყება ქართული კაცი რომ არა ამავდროულად რაღაცებში ისეთ რაღაცებში ნიუანსებში ჩამაძვრინა ამ გაჭირვებებმა და საზოგადოებამ და ისეთი აი სახეცვლილი ქართველები ვნახე რომ არ ვიცი მე არ ვიცი ეგეთი ტანის რხევა გველს თუ შეუძლია ამდენი შხამი თუ ქართველს გააჩნდა არ ვიცი აი რაზე ვილაპარაკო ხოლმე ხანდახან მე ბინდება გონება და სულ მარტო დედის ღიმილის გინება მინდა თქვენი რა თქვენ დამპალი თესალიდან აღმოცენებულებო ბიჭო ქართველი რო ხართ მაგას მაინც ნუ ვიძახით რა რომ ბაბუა შახაბაზიდან წამოსული ყავთ ან ჩინგის ხანის ვიღაცა ყავთ ან თემურლენგის ვიღაცა რა გინდათ ბიჭო რას ერჩით ამ საქართველოს თქვენ მართლა დამპალი თესალიდან აღმოცენებულებო რა გული მერევა არ შეიძლება საქართველოს მაინც და მაინც უნდა მტრობის ის იყოს ეხლა ეს ახალი ოპოზიცია შეიკრა და ვინ არის გადახედა სულ ჩარუმები ხართ სულ ყველა რა მაგრამ მეორე ნახე რა აქეთ ბიძინა დგას კიდე რა კანტორით დგას ნახე რა ამაში ვინც არიან გაბოზებული და ვახტამოხეულები გადმოვიდნენ აქეთკენ და დაუდგნენ ამას რა არა იმიტომ რომ ამან არჩია ეხლა ჩვენ რა ვქნა ძმო ვისკისერზეც ისინიც მართლა რა წისქვილის ქვაც არ გაუულია ჩვენ თავს თორე დანარჩენი ყველაფერი იყო იმ დროს ვიყავით ძმო ესენი გვაფურთხებდნენ იჭერდნენ აუპატიურებდნენ დედას უკლავდნენ რაც შეეძლოთ იმას უკეთებდნენ რა ეს ახართ მithom რამაზე შიმშილით კლავს თვითონ 8 კუჭი გაქვთ მე თქვენი მართლა და ის ხალხი უნდა დაფინანსდეს ბარიატრიის კუჭის ამოკვეთი თქვენ მაშინ უნდა ამოგაკვეთონ კუჭები მაინც შეჭამთ თქვენი რა აღარ შემიძლია ეხა მე მიტყვით ვაიმე კორკოტა როგორისა და ამას წინათ რაღაცა შეხვედრა იყო და ჩემ ახლობლებს რა იყო რა ნუ გვაგინებს უთხარიო ბიჭო სადაც წაგწდებით გაგინებთ კი არა აი ცხვირპირით გახუხიალებთ იმიტომ რომ თქვენ საკუთარი კუჭის გარდა მე პირადულს გეუნებით რა მე გადახედეთ საქართველოს აბა თქვენი ღორობის გამო 20 ლარი ვერ მოუმატოს თუ 50 და დასცინით ამ 12,000 მოიმატეთ თვითონ მაყუთი გაიგე და ეხა კიდე ბლატაობთ აქ რაღაცეებს რა ერთი დრამატული იყო არაფერი სპექტაკლების დადგმა უნდა თვითონ სპექტაკლები თამაშდება ბატონ ბიძინას მაშინ მე წინა იმაზე მიულოცე დაბადების დღე ქონდა მე რა არის ეხა პიროვნულად მე ყოველას ბატონ მიშას დაუძახებ კატარჟანია რა ეხა დღეს ზიის და უკვე აიგე სხვანაირად ფიქრობს მაგრამ შეჩემის კი რაკოზა სანამ ჩაждდებოდი მანამდე გეფიქრა რა რაღაცეები რა არ შეგეძლო შენ რო სტარტი ქონდა და აბა დასავლეთი და აბა ისა და აბა ეს სტარტი რო ქონდა შენ ვის ქონდა ეგეთი სტარტი არავის არ ქონდა ძმაო რა მაგრამ ადექი იქ იმის გულისთვის შვილი რო მოუკლეს ანუ არ ვიცი რამდენი იქ დახოცეს ბიჭები ჩემი ახლობლის შვილები ისის ციხეში მithom პალაჟენია დააყენე აუპატიურებინებდი სულ ყველა და შენ გინდა ეხლა კიდე შენი ეს ისინი რო თესლის ასკოლკები რო არიან რა სულ ყველა რა ვინც არიან რა ამათ უნდათ მოსვლა რა ძმაო რა რამოდენიმე შეიძლება რაღაცაზე ილაპარაკოს რამოდენიმე რა და რამე თქვენ მიეცით საფუძველი ბიჭო თქვენ მიეცით საფუძველი რომ ესენი აღზევებულიყვნენ როგორ აი რომ ამბობდით რომ ეხლა ყველაფერი
რა ყველაფერი მიგწიეთ ვისკისერზეც მოხვედით ძმაო, ვისაც დღედაღამე ბაგაბუგი ქონდა და იმათ რა. და დღეს თქვენ ხართ ისინი ხართ რა. კაი ბიჭები, ხარაშნიაკები ხართ რა. და დადიხართ რა, გადი გამოდიხართ უყურე. რა თქვენ ხელშია ყველაფერი. მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნებით რა. თქვენი სამართალის და თქვენი სიმართლის გარდა არსებობს ღვთისნება და ღვთის სამართალი რა. მე ხლა რახან დაჩაგრულად ვარ და ან სულ ყველა მაგიტომ კი არ ვეძებთ ღვთის სამართალს. ეს საზოგადოდ ესია. საქართველოს ვერ მოაღწევდა ღვთის სამართლის გარეშე დღემდე. ვერ მოაღწევდა ვერაფრით. რა თემურ ლენგს გაუძლებდა, შახაბას გაუძლებდა თუ ვინმეს. უცბად რაღაცა ღვთისწყალობით ადამიანი გამოჩნდებოდა, რომელიც თავისი საქციელით ანახებდა სულ ყველას, რომ საქართველოს ეს თავგანწირვაა მარტო. ეს ქრისტიანული ცხოვრებაა, თავის შეწირვა არის. როგორც დემეტრე თავდადებული რო დაიბარეს, რა უჭირდა დემეტრეს? კაი თრიაქს აბოლებდა, 1-6 გოგო ყავდა ცოლად გაფორმებული, ბოლოს ეპისკოპ პეტრე პატრიარქმაც უთხრა, რომ სანა მამას არ მოინანიებ, მე შენ არ გაძლევ უფლებას რომ ეზიარო. და დადიოდა რა თავზე. მაგრამ როცა მომენტი დაუდგა, ღმერთმა უშველა დაუყენა ეგ მომენტი, ჩავიდა და ილია ჭავჭავაძეს როგორც აქვს აღწერილი, ბოლოს იმან უთხრა 1000 კაცი ჩემი, 2000 ჩემი, 3000-ია. ამან უთხრა რომ გავწყვიტავენო რა. და იქ პატარა ფრაგმენტი აქვს ეგეთი. ხორცი მოკვდეს, სული ცხონდეს, მეფის თქვენის დიმიტრისაო. აი ეს აკითხული თუ გაქვთ, თქვენ ჩემი სკირაკოზებო, მარტო საკუთარი სახლების მშენებლობაში რო ხარ და რო გადაძღა და არ გაძღა თქვენი მუცელი მართლა. თქვენ კიდათ კიდე ატმასკა მოგცეთ, აი მეორე კაზიოლების წინააღმდეგ, ძმაო, არ გამაგებინეთ რა. და ქართულო ხალხო, ყველაზე დიდი ბრალი არის ჩვენი ძმაო რა. მე ჩემი მხრიდან დავიწყებ რა უფლება მაქვს, სხვაზე აუგი უთქვა და რაღაცა. ჩვენი ბრალია, ჩვენი მიჩუმათებული ხარ და სულ იმას ველოდებით, რომ ეგება რაღაც ლამაზად გადაიაროს, ვინმე გოიმი დაითრიოთ თავრობის და მაყუთით გქონდეთ რა. აი გარი მთელი კატავასია ამბის რა. ზარი მაქვს ეთერში მოვბრძანდით. ბატონო გისმენთ? ამას ეთყობა რა ვიცი, თუ მისმენდი დაგეგდო ყურეში, კაი დედმამიშვილო. მოდით ისა მომიტევეთ სულ გრძელად. ხანდახან ისე ხდება, რომ თქვენგან ვერ ხდება ჩართვა. ჩვენ არ არის ადამიანი, რომელიც დარეკავს აქ და რაღაცა უღმართად ან გაუთიშავენ, ან შემოიყვანენ ეთერში რა. თუ ეხლა თვითონ იბილდ სიტყვა გაიყვანენ, მაგრამ აქედან ზემოდან ისეც მოგაყოლებთ, რომ ხოაზე ხარ რა. ამოგავსებთ მთელი გენეტიკიანად რა. გინება თუ გინდა წადი და იგინეთ, აგე. როგორ დაატუსაღეს ეს იმედი და ეს რა გაგვიკეთეს ეს რა უბედურება. აი იმედსაც. აი ეს რა ქვია ის უარის კაცო ეს ჯერ ნაცებში რო იყო და მე რო დაიჭირეს და მე რო აქეთ კოცებში გადმოვიდა. რამე შვილი შალვა რა. აი მაგის ტელევიზია როა პოსტივი თუ რაღაცა რა. არ მინდა ხოლმე რა, არაფერს აი მაგის თქმა არ მინდა. მე ვიცი რომ გამოვიდა როგორი ურთიერთობა მქონდა მაგის ოჯახთან ყველაფერი ის. და შავი ასოებით ტყევართ რომ კორკოტას მიღება, იმიტომ რომ თქვენი იმამი იდეოლოგიური იმამი რო ყავთ. ყოველ წუთში რო ცulis თავის პოსტებს რაღაცეებს რა და ნაწყენი რო არ. წადი აი აღარ მინდა. ზარი მაქვს ეთერში მოვბრძანდით რა. ბატონო. გისმენთ? ხო, გესმით? კი, მესმის მაო. დღევანდელ სიტუაციაზე რა შედგეს სოფლიოში? სოფლიოში რას ვიტყვი და ეს ერთ-ერთი დღევანდელი კითხვა მაქვს მე დასასმელი და არ გახვიდე და ბარემ მიპასუხე რა. უნდა წავიდეს თუ არა
საქართველოს ხელისუფლება, ბატონი კობახიძე და ბატონი პრეზიდენტი უნდა ჩავიდნენ თუ არა აიათოლა ხომენის პანაშვიდიან დაკრძალვაზე. სტრატეგიულად როგორ მიიგაჩნიათ სწორე იქნება თუ არა? ხალხის აზრი მაინტერესებს და ყველას ვთხოვთ შეძლებს დაგვარად ჩაერთეთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ, იმიტომ რომ ეს იქნება ქართული ხალხის აზრი, როგორი სტრატეგია არის საჭირო დღეს. შეიძლება საჭიროა რომ ჩავიდეს ჩვენი პრემიერი და იქ გააკეთოს ისეთი რამე რომ საქართველოს უვნებელყოს ამ თავის ტკივილებისგან. შეიძლება პირიქითაა საჭირო და თქვენი აზრი მოახსენეთ ბატონო ჩემო რა. არა მე თქვენი აზრი მაინტერესებს და მაგით ვკითხე. ჩემი აზრი რა არის? კი ბატონო, მე ჩემას გეტყვი. დიდი მადლობა მაშინ კარგად ვზანდებოდეთ. ჩემას მე მოგახსენებთ რა. ჩემი აზრი არის შემდეგი, ჩემო კარგებო რა. მარტო ჯანით არ უნდა წყდებოდეს და შეიარაღებით ყველაფერი. იმის გათვლით რომ ზეგ ტრამპი იტყვის რომ ზეგ ომი უნდა დაეწყო აიათოლა ხომენისო. რა მე ხა როგორ დავრწმუნდე მაგაში? ხვალე ვიღაცამ რომ გამოაცხადოს რომ საქართველოს შეტევა უნდა და იმაზე და რო წამოვიდეს ჩვენთან საუბრად. როგორ რაქნას ირანელმა ხალხმა, აი მითხარით, რაღაცა ნაწილი არის, რომელსაც აღარ უნდა და მართლა აღარ უნდა და აიათოლას ქვეშ და საერთოდ ეს ხო რელიგიური კუთხით არის ყველაფერია რა. და მეორე არის ხალხი, რომელიც ისევ ამ მისდევს ამ იმამს რა. ეგრე რა ვქნათ რახან იმიტომ რომ ნავტოპროდუქტი არის ბლომად. სხვაგანა გაიხედო რა არ არის ძმა ეგეთი დიქტატურები თუ რა? არ აინტერესებთ. ეს არის სოფლიოში ერთ-ერთი ტონის მიმცემი ქვეყანა და მაგიტომ უნდათ რომ დაითრიონ. და მაგის დათრევით იაფი ჩინეთს რაც შეაქვს ნავთობი, მაგითით გადახევენ შეიძლება უკვე პრობლემები წარმოუქმნեն ჩინეთს. აი მაგაშია მთელი კატავასია. მობრძანდი ზარი მაქვს ეთერში. ალო ბატონო გისმენთ? ალო შეიძლება გელაპარაკო? კი ბატონო ბრძანეთ ბატონო ჩემო ბრძანეთ. კოლკო დიახ 87 წლის კაცი ვარ. ხო 87 წლის კაცი ვარ. დიახ თელი გული გლოჩავ თელი გული შენ გენაცვალე ჩემს კეთვი დიახ ჩემს კეთვი თაგე ასეთი დერი ამისი გადაცემა იყო რატისო ერისთავის ტელევიზორში ვანახე მისი ჯარით მიყვებოდა მოგოლებსო ხო მისი ჯარით მიყვებოდა მოგოლებს გვერდიანი გავა ასეთი გამსცემელი ერი ასეთი მოღალატე გაიძვერა ერი სოფლიოში არა ასეთი ვერაგი ერი არა ხდება ხოხედავ ხალხი პული არა და თავრობა ნაშოთა მილიონებს იტანა და ქიანია ნიხუჩებული და ეკმანეთ უყურებენ რომ იმან შეიძლება გამოვიდეს და ის ხარჯე გერიგეს ეს გამსცემელი მოღალატე ერი ვერაგი ერი ასეთი ერი რომ საქართველოს არ ყოლოდა ჩვენ უკეთესად ვიქნებოდ ჩვენ ყველა ვფლობია სოფლიოში რაც ერი არსებობს ეს ერმა ისეთი იყალა ქართველი ხალხის მისი გაუმართლობით რომ ჩვენ დიდი ძოები გავხდებით როგორც ერი ნაწილი წავა ევროპაში ნაწილი წავა საქართველოს და დარჩება ახლა ამ მოღალატე ქართველთა მართალი ხარ ჩემო კარგო ხოლოდ მანახოს მილიონები და გამოიგოს როგინიშვე მართალი ბრძანდებით მართალი ბრძანდებით დიდი მადლობა აი ამ ადამიანმა ეხა გულწრფელა თავისი გულის ნადები ამოიღო და დადო და თქვა ეგრე არისო რა იცი რა არის 87 წლის კაცია და უკვე ამხელა სიბზნე გაია ბოლო
ერთი ევროპა ისა რუსეთი რო რუსეთია ძმო პენსიები აქვს ისე კი მე ხა არ ვიძახი რომ რუსეთი რაღაცა ნაწილი არის და რაღაცა ცხოვრობს პირველ ყოფილი თემური წყობილებით გაზი არა აქვს შეყვანილი სადაც გაზის საბადოები აქვს ეხა ნამყოფე ფეხით ამაქვს მოვლილი მე მგონი რუსეთი ფეხით არა მაგრამ ისე მოვლილი მაქვს რა გაზის საბადოები აქვს და თვითონ გაზი არა აქვს ეხა მაგას რა უნდა ელაპარაკო მაგრამ მოდი რამ რუსეთს თავი გაანებე ძმო და ნორვეგიას გაანებე თავი რა აქერ გვერდზე რო ყავს აქ სამხრეთით იმას რატო არ უყურებ თათარს მეთქი იმას თურქს რატო არ უყურებ ძმო აგერ ბებიამისის სიზმრები და ლექსები ესიზმრება ერდოღანს ხო ხედავთ რა ერთი პატარა ეხა ითვლება რომ საქართველო რუსეთის ქვეშ არის შენ აგინე რუსეთს იმასკენ ბიჭო მაგის ბოდიში ხდი ეხა მაგრამ ეს რო ესე არ მაგის ტრაკი გააქვთ მერე რომ თურქეთი გააჩეროთ თო არ ჯობია ლამაზად ფორმირება იქაც დაალაგოთ აქაც დაალაგოთ და რაღაცა ქართული თქვენი ფენომენი რაც ნიჭიერება გვაქვს ერთმანეთის ღვრნაში და ერთმანეთის კვლაში და ერთმანეთის კიდე ბევრ რამეში არ გაატაროთ თო არ შეიძლება ეგა რატო იმიტომ აღზევებულები ხართ აი ესე მდაბიოები ხართ რომელიც შემთხვევით მოხვდით მანდ რა უმეტესობას განათლებაც კი არა გაქვთ საიმისო თქვენ ისტორია არ იცით საქართველოსი თქვენ არაფერი არ იცით საიმისოთ რა ნახე გული მწყდება რა მაგრად რა გული მწყდება მაგრამ მე ხომ მწყდება გული ხო იგნორში ვარ არა ამ ხელისუფლებისგან იმათი იგნორში ხო ვიყავი რა დედას ფიცავარ და ღმერთის წინ აი ჩემი პირჯვარი ძმო ღმერთის წინაშე ვიძახი რომ მომცენ თავიდან ეს ცხოვრება ზუსტად ესევე ვიცხოვრებთ იმიტომ რომ ღმერთის მოცემულია ჩემთვის ეს ცხოვრება დიდება შენ და უფალო ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით დაღამშვიდობისა ბატონო გია გამარჯობა შემოგევლე ბატონო გია რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ვემხრობი თუ არა იმას რომ კობახიძე ჩავიდეს თუ არა ირანში ეხლა რაც ირანში მოხდა ბატონო გია ნებისმიერი ადამიანისთვის ეს რა თქმა უნდა გულსადგენია იქ ბავშვები სკოლა აფეთქეს და ბავშვები რომ მოყვნენ იქ რამდენი იქნება ერთი ოჯახიდან 2 თუ 3 ბავშვები და ეს ხომ სულთან ტერორისტული აქცია კაცო მიუხედავად ჩვენი ისტორიული რთული ურთიერთობისა ირანსა და ჩვენ შორის ეს ბავშვები რა შუაშია ეს არასწორია რა თქმა უნდა ეს სხვას რო გაეკეთებინა ახლა თქვენ ალბათ მიხვდით მხედველობაში რომელი ქვეყანა მაგ იმას რო გაეკეთებინა მთელი მსოფლიო აყანდებოდა და აი ვიღაცებისთვის რატო არის ყველაფერი დაშვებული და ვიღაცებისთვის არაფერი თქვა ეს არავისთვის არ არის დაშვებული ზუსტად მაგას ვამბობ ჩავიდეს თუ არა რა თქმა უნდა მიუსამძიმროს ირანელ ხალხს დიდი ტრაგედია მოხდა მით უმეტეს ბავშვები დაიღუპნენ და ჩავა თუ არ ჩავა ეს მაინც და მაინც არ არის აუცილებელი ჩასვლა მაგრამ მისამძიმრება აუცილებლად საჭიროა რაც შეეხება ის ჩვენს გის ციხეშეროზის და რონატულობს იქიდან ღმერთო ჩემს სამშობლოში მანახო აი ეს ახლა რომ გამოუშვა უმად დაიწყებს ხალხის ჭამას წარმოიდგინეთ უმად დაიწყებს ჭამას და ის ახალ შექმნილი პარტიები მისი ხო იცით მხედველობაში ნუ კი შემოგევლე როგორ არის კაცო მათ სახეს როგორ წყურია ალბათ სისხლი წყურია და რუსულად მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა იხნი იაზვინная როჟა დააკვირდით რანაირი სახები აქვს რა უკმაყოფილო და რა გაუმაძგარნი სახები აქვს იმას აი სულ ერთი წამით გაგაჩერებთ რა სულ ერთი წამით საკმაოდ ყავთ იცით ბევრს წვინი მოუწამლე ძის მიკროს ყველაზე მეტად აი ეს მიკროს რა სჭირს ხალხს აი ნახე შემოგევლო ერთი წამით სრულდა ერთი მონსტრი რომელიც მანამდე არსებობდა არ არსებობს ჩინური სიბრძნეებია და რამში აღმოსავლური სიბრძნეები არის ბევრი რომ არ არსებობს რომ მონსტრი რომ თვითონ დამარცხდეს ეგეთივე მონსტრი ამარცხებს მაგ მონსტრს და ეხა ნახეთ ჩვენ რა ვქნათ იმ საზოგადოებამ რომელიც შუაში ვარ და გაჩხერილები ეს მიშას
ოღონდ მიშას არ წასულიყო ისეთი რამები გაუკეთა ქართველებს რომ არიქა და მოვიდა ბიძინა რა და არიქა ბიძინას იმედი გქონდა ეგეთივე გუნდი გაჩთა იქა და რა და გონია ამიტომ ნაციონალურ მოძრაობას დაუკრავ თავში რომ ეს იმას ქნას მაგდესაც ვერ ხვდებიან ბიჭო ერთი აი რა ვიცი ქლამიდო მონადები და ისინი ხვდებიან ერთუჯრედიანები რომ თქვენ აი დედმამიშვილებო ხალხის სიყვარული როგორ დაკარგეთ ბიჭო მაგის ნიჭიერება გაქვს მე მგონი რომ ხალხი და რითი დაკარგეთ იცი მარტო თქვენ სტომაქს რო ივსებთ მეტი არაფრით რა თქვენ სტომაქს თქვენ ისე დაგიდგებოდათ მასა რაის შემოტევა და რაის ამდენი ის მოდიოდნენ მოღალატეებიც ყავდათ აზნაურები თავადები ცუყოდა მაგრამ ქართველი რო დადგებოდა რაღაცა ტკივილის ქვეშ სუ იდგა ისე ჯიგრულად ძმაო იდგა და წყდებოდა ერი მაგრამ ბოლომდე და ვინ თითლიბაზები და ისინი რჩებოდნენ ცოცხლები და აი ეგ იყო რა იცით ბატონო გია რა მეკვირს დიახ კაცო აი რასაც ეუბნებოდნენ ისინი მაშინ ტელევიზიით ამას ეს ყველაფერი ასე ბრმად როგორ უნდა დაიჯერება და ხო შედარება უნდა გაკეთო რა ხდება როგორ ხდება რასაც გეტყვიან ყველაფერი კი არ არის სიმართლე და აი ასე იდიოტურად რო იჯერებ კაცო და როგ წამს მისი რატო არ ხედავ რას აკეთებდნენ რა საშინელობას ჩადიოდნენ რამდენი ქუჩაში ყავთ მოკლული რა წამება იყო ჩემო კარგო კრიმინალებზე კი არ ვამბობ და ჩემო კარგო ნახე იქ პოლიტ პატიმრები იყვნენ და შული ამოხადეს წამებაში და ეს როგორ უნდა მოგწონდეს სტადისტი ხო არ ახარ ბოლოს და ბოლოს დიდი მადლობა აი ესა გენიალურად მოიარა მთელი ეს სიტუაციები ბატონმა ჩემო ვინც დარეკა და მე ერთი რამის თქმა მინდა თქვენთვისაც ჩემო ბატონო და საზოგადოდ ყველასთვის რომ ნახეთ ჭაბუ ამირეძის დათა თუთაშხიაში დათა რომ მიმართავს რას დაემსგავსეთ ხალხო რას დაემსგავსეთ მართლა ხალხო რა მნიშვნელობა სეთური ვინ გვეყოლება მნიშვნელობა აქვს თქვენ რას დაემსგავსეთ ბიჭო თქვენ ვაფშე ღირსების რაღაცეები გაგაჩნიათ კიდე თუ არა და ყველაზე მაგრად გული მერევა რა პირდაპირ აი სადაც გნახავთ იქ ჩემი სახით მაინც დაინახავთ მე არ ვიცი ხა შეიძლება ჩხუბი და ის რო აგიტეხოთ შეიძლება დამაჭერინოთ კიდევაც მაგრამ და დაჭერისაც არ მეშინია თქვე ფარჩაკებო თქვენა თქვენ გამოგონილო ხელოვნურო აი ვინახართ იცი არ ვიცი რა ოღონდ სადმე შეეტიოთ რა ეს მითუმეს კინო რეჟისორები და ვიღაცები რო ხარ ბიჭო აი დღეში 15 ყუის რო ლაპარაკობთ ერთი ხან იმას იძახეთ ხან ამას იძახეთ ვაიმე თქვენი აი როგორ ხედავ ამ ყველაფერს რა ხალხო მართლა გული მერევა რა ხალხო ჩუმად იყავით მაინც ქემაის რო საერთოდ არავის არ დაუჯეროთ რა აი ეგეთ როლში კაცი რო გამოვა დღეში 15000 რამეს რო იტყვის მართლა არ მინდა რა აი მართლა რაღა ვთქვა არ ვიცი ერთი ჩემი გოგი დოლიძის სიმღერა ჩამირთეთ ძმებო და გაგახსენებთ ერთი ვისი მოდგმისავართ ჩვენ რა ჩემო თვალნათელო ჩემო სანადრელო ოდეს მე დიდი ყოფილა საქართველო ყოფილა დავით მეფე აღმაშენებელი ყოფილა ნოპიზრები დასაშტერებელი ყოფილა მოდრეკილი ყოფილა ცურტაველი რასაც მოხალია შოთა რუსთაველი ჩემო მინოდრე
ჩემო ფრთანათელო ოდეს მე დიდი ყოფილა საქართველო ჩემო ბიბინო და ჩემო ფრთანათელო ოდეს მე დიდი ყოფილა საქართველო მაგრამ უცაბედად მადლიარეულა ბორბალი უკუღმა დატრიალებულა ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი მონღოლს მოხოლია თურქი და სპარსელი თურქა საქართველო ხორნებს წაუღიათ სპარსეთს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა იყალთო დაკეტილა გელათი დანგრეულა დაკეტილა დანგრეულა ჩემო თვალნათელო ჩემო ფრთანათელო ოდეს მე დიდი ყოფილა საქართველო მე კადრი მაქვს ნანახი და მე მგონი არის კიდევაც YouTube-ზე, სადაც გოგი ამ სიმღერას ღერის და ცრემლით მოზდის და ტირის. რა ვიცი, ისე ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო და ერთხელ ღვთისწყალობით სვეტიცხოველში პატრიარქი წირავდა და დამიძახა რომ მოდიო, რაღაც ისე დამოკიდებულებაც ჰქონდა ჩემთან რაღაც ავიც ამდენი სითბო რა არა ვარ ღირსი მაგრამ ისე ჩამიხუტებდა ხოლმე რაღაცა შემოდიო ლოცვა-კურთხევა მომწეს და შევედი სვეტიცხოვლის საკურთხეველში აი ყველაფერს ფიცავარ და ღმერთის წინაშე გეუბნებით რომ უცბად ბიჭო ფეხები კინაღა მომეკვეცა რომ ტვინი წავიდა იქითკენ რომ სად ვიდექი რა ადგილას ვიდექი მე როცა ამხელა გენიოსი, გრანდიოზული და ძალიან დიდი ღვთისმოყვარული მეფეები და პატრიარქები იდგნენ და მართ ამას აი რა არ ვსახიობობდა რაღაცას მართლა ეგრე არის. თქვენ ხელისუფლებაში რო ხართ, ამ ყველა ჯვარის ტარების უფლება გააქვთ ძმაო და თუ მოგცათ ღმერთმა ატარეთ რა ატარეთ ისე როგორც წესიე და რიგია რა ატარეთ ბიჭო ატარეთ თორე 100,000 ჯერ მეტი ეგრეა ხო იცი უფალი რაღაცა სიმაღლეს გაძლევს უფრო მეტი მოგეთხოვება და შენი შეცდენა უფრო სასიხარულოა ბოროტისთვის აბა ვინ შეაცდინეო რო ეკითხება დემონებს აღამოთი რო აბარებენ მაშინ ეს ჩვეულებრივი თუ კაბოსანს ან სულიერებაში მყოფ ადამიანს ისეც შეაცდეს, მაშინ არის დადებითი ყველაფერი რა. ღმერთმა ჯვარი გვწერია ყველას, იმდენ შეცდომებში ვართ, ვისი რა უნდა ვთქვა, ღმერთმა მემაპატიო. ზარი მაქვს ეთერში მობრძანდით. გამარჯობა. გაგიმარჯოს. ახლა ლაპარაკი რო არის რომ სააკაშვილის პერიოდზე. დიახ. პირველი 4 წელიწადი მართლა კარგი იყო. იყო საქართველოს მაშინ კრიმინალს მიქონდა. ნახევარი საქართველოს იყო მაშინ დასაჭერი. მილიციაში შედიოდნენ რომ კანონის ძალით ეკურდათ. იყო ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი.
და მკვლელობები და ყველაფერი. ის სიმკაცე პირველად მართლა კაი იყო, მაგრამ მეორე 4 წელიწადი იყო დანაშაული უკვე. და ის კაიმა იმგა ვერ გადაფარა ის დანაშაულებები. და ის უნდა წასულიყო და კიდევაც წავიდა. მე ცხარს უჭერდი ბიზნესმენის, მაგრამ დღესო ბიზნესმენის მოქმედებას უყურებ. ახლა მგონია იგი დაბრუნდეს მისემია თქვა. რა საკეთებენ ეგრე დააქციეს ამ სახელმწიფო დააქციეს. წელი საფლიო წერია ვაღაცო წელი საფლიო ყველა ყრულა ვარი ყველა წერია ვარი. ახლა ინგლისი გამეიყვანეს გამოსტერებული სახელმწიფო და დაიშლება იძახიეს. ვინ აქვს მეგობარი ერთი გავიხედოთ მოშიშნებული გვაქვს ზურგი ტრაკი ყველაფერი. რამე მოხდეს ვინა ჩვენი დამცველი არა კაცი არაა დამცველი. ახლა გირათა დაკავშირები თქვენს მოსმენილი გაგზა მეც მოსმენილი მაქვს. ყომახი ჯერო იყო ჩასული დარბაზში რო ყვირებენ სიკუტილი ამერიკას სიკუტილი ისრაელს. ბიჭო განათლებული ხალხი არიან ასისტერები ხوار არიან. თუ ამას ვაკეთებ როეჭიდები უნდა იცოდე მისი თანაბარი უნდა იყოს. როცა ამას აკეთებ უკვე მიიღებ ამ პასუხს და ამიტომ ჩასწა საერთოდ არა საჭო კი სამძიმარი კი გამოცხადე მაგრამ რა ჩასწრეთ გამოსვლა ხო და ბიჭო უნდა მიხდეს ძიმერმა ხომ მიხდეს ისრაელი მისი მეზობელი არა გვერდეკოს მის შორის სახელმწიფოებია უნდა ამოვჭყვიტო ისრაელი უნდა ამოვჭყვიტო რავა რო კონდეს ატომური ბომბი არის ის უეჭველი ჩვენ სხვა საუკუნეები და გვახსოვს ჩვენი საქართველო აოხრებული ყავდა მაგირანე სახაბას დაინგეს და მეზობლები სუყველა აბა მიეცი ატომური ბომბი ატომი ყველას დედას უტირებს არ უნდა კონდეს მაგას ატომური ბომბი და ეს ვერ გევიგე ეს სარწმუნოებას რა უნდა სათავეში სარწმუნოება მე-19 საუკუნეში გადაყარა ხალხი ახლა ხალები ჩაძრებით ატარებს უყველა ერთი მეიხსის ერთი მოკლეს გოგო გონია მავის გული როგორ შეიძლება თუ ასეთი რაღაცა დიდი მადლობა უნდა გააჩერონ მაგრამ ნამეტანის არ შეიძლება ახლა ბოქსები მოგდნენ ეგი კი საწოდაობა არის მაგრამ აგაშენოთ ღმერთმა დიდი მადლობა ჩემო კარგო თქვენი აზრის გამოთქმისთვის დიდი მადლობა აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ადამიანს ნამეტანი არც ის შეიძლება არც ის ხა პოლიტიკურად ისე უნდა განისაზღვროს და დაალაგდეს რომ რაღაც ის მაგრამ მე ამას იმიტომ ვსვავ ამ შეკითხვას რომ ხალხისთვისაც რაღაცა მისაღები იყოს მერე და ნამსჯელი იყოს ამ თემაზე როგორც აი რო თხარეს ეხა იმის აბუდაბის 6 მილიარდიანი პროგრამის ისა ეგრე არ შეიძლება საზოგადოებაში მოემზადებინათ აზრი ვიღა შეიძლება თვითონვე ეკძნოთ რომ არ იყოს სწორე ისა არა მოგვაწვევიან პრესიდან ვიზია სადღაცას გაასხავს ეს თქვენი ავტომობილი სადღაცას და ნახავთ მე რა რომ დაგეღრება წყლები და ზეთები და მე მდიეთ კუჩი რა არ შეიძლება რატო აწვევით ამ ხალხს ესე რა მოდი ლამაზი ფორმით აბა შენ როგორ და მე შენ იმიტომ აგირჩიეს რომ რეზიუმე შენ გააკეთო ძმაო შენ გააკეთო ვიღაცა კიდაგრჩება ნაწყენი ვიღაცა ის მაგრამ საქართველოსთვის კარს გააკეთე მაგრამ ეგეთი რამეები არ მომისმენია მე თქვენგან რა დაწერ კანონს და მორჩა კანონი როგორ ბუმერანგებით მოხვდება დინგში ნახავთ რა ზარი მაქვს ეთერში რა ბატონო დიახ გამარჯობა სიმონ ბარამიძე ვარ გაიხარე ჩემო კარგო გელო კაცო მაგრამ ვიყარ ხარ გენაცვალეს იმიტომ რომ მე თვითონ უკვე სამღარღანელები 3 წელი ცხოვრე აღნეთში იცხოვრე გაიხარე საერთოდ ახლა მოვიდა ჩემი გაიხარე მომენტი ჩენი წერები დამიწერა დაგლაპარაკებ საქართველოს თემით მოგიყვებით რა სიამოვნებით იცით რა არის ბიჭებს დაუტოვეთ თქვენი ტელეფონი რა და დაუწერეთ რომ თქვენ სიმონ ბარამიძე ბრძანდებით და ეგ არის სიმონ ბარამიძე ვარ ხო და ტელეფონი დაუტოვეთ ყველაფერს ქალაქს ფოტოდები გეჩვენებ
ტელეფონი დაუტოვე და უეჭველი დაგირეკავთ რა. ჩემი ტელეფონი დავწერე, ხო თუ ეს ბიჭებს უთხარით ტელეფონი თქვენი და უთხართ და მე ამ იმის შემდეგ დაგირეკავთ გადაცემის შემდეგ რა. ნუ აი ერთი რამის თქმა მინდა რა კიდე რა. იცი რა არის გული ყველაზე მაგრად რაზე წყდება რომ თითქმის სულ ყველას ეხა პარლამენტში ვინც არიან ვიცნობდი რა. ვიცნობდი და ვიცნობ ეხაც რა. იმათ არ უნდივათ, იმიტომ რომ ვიღაცამ ბიძინა შეუფითილა და ვინ შეუფითილა ამ ძველებმა შეუფითილეს რომ ეს კორკოტა არ გინდას ისა და ეხა აზრის მუსირებს რომ ბიძინას კორკოტა არ უყვარს და ამიტომ ჩვენც ესე უნდა გამოვხატოთ და ის. და თქვენ თვითონ რაზე ხართ ჩემ ზურალი ხა? კარგად გაიხსენეთ რა, რომ რაღაცა წაციც ხნოთ, ხო? ნახევარი ხო დაიჭირა ეხა ბიძინამ რა. ეხა მაგაზე სულ ერთი ანეკდოტი მახსენდება ძალიან. სუფთა კახური ანეკდოტია და უნდა მოუყვე შანსი, არ არის ეგ ანეკდოტი რა. კახელი პახმელიაზე არის გამოსული, კაკლის ჭრდილში ზის, იქ უდგას ესე ხო იცი ისე დაჭრილი რა პატარა დიდ ზუსტად კი არა ხო იცი მოხალეჩილი გახალეჩილი პამიდორი კიტრი ყველი პური და ჭაჭა უდგას რა პახმელია და გამოდის რა რომ დაისხა ერთი და უნდა დალიოს და ხედავს ეს ქათმები დარბიან ეზოში და მამალი უცბად მოახტა ერთ-ერთ დედალს და ჩინჩლავს ამას ესე უყურებს რა ბედნიერებით რომ აი რაღაცა ისეთი სურათი არის რაღაცა ეს ჭაჭა დაარტყეს ლუკმა მიაყოლა და ამ დროს დედაკაცი გამოდის მაგის სოლი და ხელში უჭირავს სიმინდი და უყრის ეხა და ძიბა და ეს მამალი რო გაიგებს ამას უცბად გადმოახტება დედალს და კენკვას დაიწყებს რა ეს კახელი უყურებს ეხა ბრძენი კახელი კაცია პახმელიაზია და ღმერთო აი ემაგრე ნუ მამაშიებ რაო რა ხალხო თქვენც ისე არ მოგშივდეთ რომ ღირსება დაკარგოთ რას გვანან ეს ჩემისები შეხედეთ რა იმის გულისთვის რომ 8 კუჭი ამოიძღონ აი 8 კუჭი რო ამოიძღონ რაღაც აღარ კადრულობენ ბიჭო რას არ კადრულობენ რა და ხა ბიძინას ამტყუნებენ მე რამეში მაგ თემაში ბიძინასთან აი უეჭველს ვამბობ რომ სწორედ აკეთებს რა ეხა რა რო ძღები მარტო განა მაგრამ ეხა იმის იქით რა დგას ამის იქით რა დგას არ მინდა ის გამომთვლელმა მანქანებმა იკულიონ ეგენი რა და კიდე ხელოვნურმა ინტელექტმა და ის რო გვერდზე პადელნიკი ხარ და რო ფულს რო იპარავ ძმაო დასაჭერი ხარ ეხა ეჭვი ხო არ გეპარება მაგაში რა არ გეკითხები არ არის ეგრე რა ვიცი ხა მე ეგრე უყურებ და სხვა თუ სხვანაირად უყურებს რა ვიცი არავის დაჭერა რომ მე არ მიხარია ღმერთმა კარგად იცის ჩემი ცხოვრების წესი ვინც იცის და როგორც იცის პირიქით აქედან მინდა მივესალმო ყველა პატიმარს აბსოლუტურად ვინც ღირსეული პატიმარი ეხა იქ 1000 კაზიოლიზის ეგრე არ არის რა კაზიოლი კიდევ ერთხელ გავმარტავ მამალი თხა არის რა კაზიოლების ზიანი ბევრი რომელიც კაზიოლებად დარჩებიან და კიდე პარე ორი არის არ მინდა ეხა დასახელება მაგრამ ღირსეულად ვინ ზიხარ ძმებო სულ ყველა ტყვეთა განმანთავისუფლებელი წმინდა გიორგი შეგეწიოთ გასაძლები გაგაძლებინოთ და თავისუფლება უცბად განახოთ კიდე რა მეტი არაფერი სიყვარული მე თქვენთვის აქედან არც მემეტება და არც გამემეტება ჩემი ცხოვრების წესიც კიდე ეგრეა ნახევარი ჩემი საძმა კაცოძის აქეთ იქით და იქით კიდე რა ზარი მაქვს ღირსების გულისთვის ზიან ღირსები გაგიმარჯოს ჩემო კარგო საქართველოს ცრის დუმა ათლიან და ჭამენ უმათ ყველაფერს ხედავთ მაგრამ სუპერ არ ჩუმათ კარგი ესე იგი ცხვრის დუმა არისო ხო საქართველოს და ეგრე უყურებენ ეგრე განასულიერები და ჯიგრით ჩვენ რა უნდა ვილაპარაკოთ დიდი მადლობა რჩართეთ ორდება ხმა იგძმებო და ჩვენ რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ ტას უკრავთ იმ წიგნებს ვიხსენიებთ იქ ისა აქ ესა და
ერთი კაცი ყავდა ილია ჭავჭუ და ისიც ჩვენი ხელით მოვკალით რა. ჩვენ რამე სალაპარაკო გაფიცებ ყველაფერი რა. ერთი ეხა სანიკიძის წიგნი ვიპოვნე ქართველების ქველი საქციელები და სირცხვილები ქართველების და რაღაცაზე რო ავიშლები ნერვებზე გადავშლი და სამარცხვინო საქციელებს ვკითხულობ და ძალიან შორს არ არის კი ვააქებთ ერთმანეს და ერთი ლიტრა ნახევრიანი ჩაფები ვცვალთ ხოლმე საქართველოს სადღეგრძელოს მაგრამ საქართველოს სადღეგრძელო იმან უნდა დალიოს ვინც მინიმუმ ღირსებით მაინც იცხოვრებს ქართულად მინიმუმ თორე ის რომ თავს გაწირავს და იმას არა ბიჭები რომლებიც აი პატარა ბიჭები აფხაზეთში საქართველოსთვის წავიდნენ და იქ იომეს ზოგი ჩაიხოცა ზოგი ჩამოვიდა დღეს ყურადღებას არ აქცევენ თქვენ რაზე უნდა გელაპარაკოთ ბიძია რაზე თქვენა ხართ საქართველო თქვენ გიყვართ საქართველო ხო და ეხლა რა არის მე მგონი დროა რომ დაახვიო და წახვიდეთ აქენ მაგრამ ეს თქვენი დახვევა იმას კი არ იშავსო ის ძველი კაზიოლები დაბრუნდნენ არა ხალხო გაანძრიეთ ეს ტვინი და ერთი ადგილი გაანძრიეთ კიდე რა რაღაცა შეიგრიბოთ ჯამაათი და თქვას რა ნორმალური კაცი ავირჩიოთ ვინმე რა ახალი რა ზარი მაქვს ეთერში მობზანდით მობზანდით გესმით დიახ ბატონო ჩემო მესმის მაგარი კაცი ხარ კორკოთ მაგარი მადლობ ჩენი ჭირიმე მადლობ მე იცით რა უნდა დიახ მე იცით რა უნდა გითხრათ აი წინა გამომცვლელმა ვახტენა რომ ირანში ჩადიანო ჩემო ბატონო და იქ უსამძიმრებენო ბავშვები დაიხოცნენ და ასე შემდეგ კი მაგრამ იმ საწოდაომა ხალხმა ის ისტორია რომ რამდენი ათასობით ბავშვი მიყავდა საქართველოდან როდესაც ვანადგურებდა თურქეთი სპარსეთი საუდის არაბეთი და ასე შემდეგ რამდენი 10,000-ობით ბავშვი მიყავდა და ეხლა ვიღაც გამოდის და უნდა მიხვიდა მიუსამძირო რა უნდა მიუსამძირო სულაც გასწრებილა ვაფშე არ მაინტერესებს და არც უნდა მიესამძირებინა საქართველოს ხელისუფლებას დიდი მადლობა შემოგეული აი მაგიტომ მინდოდა რომ აი რაც მეტი ჩაერთვებოდით მეტი ყველა თავის სიმართლეს ამბობს ამ სიმართლის მოსმენით ბატონო ხელისუფალო ბატონო ირაკლი ბატონო მიხეილ პრეზიდენტს მიმართავ დასკვნები აქედან გამოიტანეთ ხალხის ნალაპარაკებიდან გამოიტანეთ და რეზუმე ისეთი გააკეთეთ რომ საქართველოს წაადგეს თქვენ ბევრ რამეში გაქვთ შეცდომა დაშვებული რა ბევრ რამეში და დასაწევები ხართ აი ხა არჩევნები გინდათ არ გინდათ როგორ არის იცით რომ მაინც დანიშნავთ ინგლისმა დაგარტყავთ გაგითიშათ ისინი ხვალეის დაგარტყავთ ზეგის დაგარტყავთ და გახთებით აუცილებლობა შეიქმნება იმისი რომ ეგეთი რამე გააკეთოთ სადმე დიხართ მე ვიზე გინდა დადგეთ ეს ხალხი მოლოდინში რო არის რომელსაც ის თქვენი იმედი ქონდა და რას ხედავს რომ ვისაც ეომებოდით ისინი ისევ პროკურატურაში ზედამხედველებად არიან პარლამენტში არიან თქვენთან ერთად და ის ბიჭო ჩვენ გოიმები კი არა ვართ ბიძია შეიძლება ერთი გაგიტაროთ ორი გაგიტაროთ 10 გაგიტაროთ და 1500 გაგიტაროთ მაგრამ ბოლო ქართველს ერთი ზამიკანია თუ მოუვიდა თავში კარგად იყავით მე ბიძია რა აი კარგად იყავით ზუსტად რა ხო კარგად გახსოვთ კიდე ერთხელ გაგახსენებთ როგორ დაიწყო იქ რევოლუცია პეტერბურგში 5 დღით თუ 6 დღით ბოლშევიკებმა გადაკეთეს რკინიგზა და საჭმელი არ მიდი ხორბალი და ფქვილი არ შეძდიოდა პეტერბურგს და გადარეული ხალხი კუჭზე კუჭი ისეთი რამეა კუჭზე გადის მთელი არსი ცხოვრების რა და შემდეგში მე მაგ ლექს მოვიტან და წაგიკითხავთ აკაკი წერეთლის ლექსია რა აი როგორ გადის კუჭზე ყველაფერი მაგრამ ცდილობთ რაღაც ლავირებას აკეთებთ რომ რომაელების გზით იცხოვროთ რომ აქ
პურიც იყოს და სანახაობა მიმატებს, სანახაობა იმატებს და იმატებს. და სადღაცას მიხვდება ბიჭო ესეთი შტერი არ არის რა ეს ქართველი რა. რას გთხოვთ ბიჭო? ელემენტარულ რამებს ხო რომ პირობები მოგვეცით იმისთვის რომ საჭმელი თქვენ მასპინძლობის უფლება მოუკელით საქართველოს. ჯერ მიშამ და მერე თქვენ ძმაო რა. მასპინძელი ვეღარ იყო საქართველო და ვერ არის და მასპინძელი საქართველო რო ვერ არის ყველაზე ფარჩაკულ მდგომარეობაშია. მასპინძელი იყო მეზობლის, სტუმრის, ვიღაცის, მომხდურის, ყველასი, მაგრამ იყო მასპინძელი. ვერ არის დღეს ქართველი მასპინძელი. რატო? იმიტომ რომ შვილს რაღაცა საჭმელი ჭირდება, იქ სწავლისთვის ფული და თქვენ ღორებო, თქვენ შვაინებო თქვენა რა. გეყოთ რა მართლა რა. სულ თქვენი მუცელი უნდა მოიყოროს. სხვა რამით ამოგიყორავთ ძალიან მალე მაგ მუცლებს. იმიტომ რომ არა ხართ მართლები. თქვენ არა მართალი ხალხი ხართ რა. იმის მაგივრად რომ გული გადაგეშალათ ქართველებისთვის და თქვენი ბიჭობისთვის და თქვენი ყველაფრისთვის თავი გაეწირა ქართველს. ეხლა ძმაო, აი ესე მოგიცილებენ გვერდზე რა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ძველი მამალი თხები დაბრუნდნენ არავითარ შემთხვევაში რა. იცი რა არის? ერთი კაი სიმღერა მაქვს მომზადებული თქვენ. მათქმე ვინე? ესე უნდა მოკვდეს ქართველ. მათქმე ვინე? ქვეყნა ციცოცხლე ღირდა. მერე წამოვალ სადაც გინდა. კარგად იყავით, მიყვარ ხართ და თქვენი გულისთვის სადაც გინდა იქ დავდგები. თქვენ დადექით იქ სადაც ღირსებაა. ყველას არ გეკუთვნით, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი უსმენს, თავისი რაღაცა პატარა ჯიბი აქვს მიკერებული კიდე ზემოდან. მე თან ფიქრობს, რავი აბა, მე არაფერი არ მამივა, არაფერიც არ მაგივა ძმაო, იმიტომ რომ ღმერთის წინაშე გააკეთებ სიმართლეს. კარგად იყავით, მიყვარ ხართ, მაგრად იყავით. საქართველო, მუდმივობა, იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაწყალია. ჩვენ ვიკითხოთ, სად მოხვდებით ჩვენი სულიერები, თორე აქ უკვე წინა ვართ რომ დავიბადეთ და გავიზარდეთ. მათქმე ვინეთ? თურმე სიცოცხლე ერთი დაუემიდი, ერთი დაცხეთ ეგ სიმღერა. წყურვალისათვის მიმატანდინე წყალი მევალისათვის მიმატანინე ვალი ქსაბნეულისთვის მასავალები ნეგზები შეუწამლავი შემაწამლინე სვრები მათქმე ვინე ქვეყნა ციცოცხლე ღირდა სხვაგან დაკარგული ძმები აქ ჩემს მიწაზე დამამარხინე თლები მათქმე ვინე ქვეყნა ციცოცხლე ღირდა მერე წამოვალ სადაც გინდა